სიახლე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ელოდა, გილოცავთ, ოპოზიციის რაღაც ნაწილი კვლავ გაერთიანდა. ვერ გეტყვით დანამდვილებით თუ ეს მე რამდენი გაერთიანებაა, მაგრამ ისინი კვლავ ცდილობენ დასავლეთის თვალში საქართველოში წარმოადგენენ დომინანტ ძალას ოპოზიციურ პლანზე. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა აქედანვე გითხრათ, რომ ეს ერთობა სამომავლოდ განწირულია. პირველი მიზეზი გახლავთ შიდა დაპირისპირება და ანტიპათიები. აი მეორე მთავარი მიზეზი კი გახლავთ ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი პერსონა, რომელმაც ბოლო მოუღო ოპოზიციის რეპუტაციას. პერსონა, რომელიც წლების შეურაცხყოფდა ჩვენს ღირებულებებს და ფასეულობებს. მან არ დაინდო არც ერთი სასულიერო პირი, წარმატებული სპორტსმენი და ბოლოს ღვინო და ბორჯომიც კი წაბილძა. ეს გახლავთ ნიკა გვარამია, რომელმაც ყველა ერთობა წარმატებით დაშალა. დაშალა მთავარი არხი და ბოლოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აღიარა. მხედველობაში მაქვს ის მომენტი, როდესაც მან ელექტრონული ხმის მიცემის აპარატი მოიწოდა. მოკლედ, არჩევდგარი რევოლუციონერების გაერთიანება კახისთვის არის განწირული და მას მომავალში პერსპექტივა არ გააჩნია. შეუძლებელია ის ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელსაც უბრალოდ პროგრამა არ გააჩნია. ისინი მოსახლეობას არ სთავაზობენ ქვეყნის უფრო განვითარების კონკრეტულ გეგმას, პენსიების ან ხელფასების და ტარიფების დაწევას და ასე შემდეგ. ერთადერთი მათი მიზანი და საზრუნავი გახლავთ, როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად.